V22 Osprey. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საჰაერო ხომალდია, რადგან მას შეუძლია ვერტმფრენის მსგავსად ჰაერში გაჩერება. და შემდეგ ის გადადის წინსვლით ფრენაზე, ფიქსირებულ ფრთიანი თვითფრინავივით, რაც საშუალებას აძლევს მას თითქმის ყველგან დაჯდეს. სინამდვილეში ბოლო 10 წლის განმავლობაში მე ავაგე არაერთი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის საჰაერო ხომალდი. ისინი გავს Ospreys, გამორჩეული ფრთის წვერის ძრავებით, რომლებიც ბრუნავს, როცა საჰაერო ხომალდი ტრანზიციაშია. მაგრამ დიდი დრო გავიდა ჩემი ბოლო ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის პროექტიდან. ამ ვიდეოში მე წაგიყვანთ მოგზაურობაში, სადაც გავჩვენეთ როგორ ვაპროექტებ და ვაწყობ რადიომართვადი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის თვითფრინავის თითოეულ კომპონენტს. მე გადავწყვეტე ფიუზელაჟი გამოვამზადო მინის ბოჭკოვანი პლასტმასისგან, რადგან ის მსუბუქია და საკმაოდ გამძლეა რთული დაშვების ან ავარიის შემთხვევაში. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. ეს ფირფიტები მხოლოდ 1 მმ-ის სისქისაა, მაგრამ 3 დიბეჭდილი ნაწილების დამატებით სიმტკიცე მნიშვნელოვნად იზრდება. ფიუზელაჟის უკანა ნაწილი უბრალოდ სწორი ნახშირბადის ბოჭკოს მილი იქნება, რადგან ფრთის უკან არაფრის დამაგრება არ არის საჭირო. გარდა რადიატორისა და ელევატორისა, რაც თვითფრინავს უფრო მოდელურ ვერტმფრენს ამსგავსებს, ვიდრე თვითფრინავს. შემდეგი ნაბიჯია მთავარი ფრთის შვალერების დამატება, რომლებიც იგივე ნახშირბადის ბოჭკოს მილებს იყენებს, როგორც კუდი. და ეს ყველაფერი ერთმანეთზე მაგდება სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი დეტალებით და დამატებითი მინის ბოჭკოვანი ფენებით სიმტკიცისთვის, რაც ფრთას მისცემს 8 გრადუსიან დიედრალურ კუთხეს ზემოთ. შემდეგ ფრთის შპალერი შეიძლება ჩასვათ ფიუზელაჟში და რამდენიმე ჭანჭიკის საშუალებით დააფიქსიროთ, რაც ქმნის ძლიერ, მაგრამ მსუბუქ ჩარჩოს. ეს მნიშვნელოვანია ამ ტიპის ვერტიკალური აფრენა დაშვების თვითფრინავისთვის, რადგან როდესაც ის ჰოვერზეა, თვითფრინავის სრული წონა ფრთის ბოლოებზეა გადანაწილებული. განსხვავებით ჩვეულებრივი თვითფრინავისგან, სადაც ფრთაზე ამწევი ძალა მთელ სიგრძეზე ნაწილდება. რადგან ფრთის ბოლოებიდან ამწევ ძალაზე ვსაუბრობთ, გადავიდეთ ძრავის სამაგრებზე. წარსულში მე სხვადასხვა მექანიზმები გამოვცადე ძრავების დასახრელად. მაგალითად, ჩემი პირველი ორმაგი სერვო სისტემა, სადაც ერთი დიდი სერვო ტრანზიციისთვის იხრებოდა, ხოლო პატარა სერვო ჰოვერის მართვისთვის იხრებოდა. ეს საკმაოდ კარგად მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ ძიმე იყო. ამიტომ ჩემს მეორე ვერტიკალური აფრენის და დაფრენის აპარატზე პირდაპირ სერვოზე მივამაგრე ძრავი, რომელიც ერთდროულად ტრანზიციას, დახრას და ჰოვერის კონტროლს უზრუნველყოფდა. ჩემმა მესამე ვერტიკალური აფრენის და დაფრენის აპარატმაც ერთი სერვო გამოიყენა, მაგრამ ბრუნვა წყვილი გადაცემის მეშვეობით გადაეცემოდა, რათა სერვოს საკისრებზე დატვირთვა შეენცირებინა. და ბოლოს ჩემი მეოთხე ვერტიკალური აფრენის და დაფრენის აპარატი, რომელიც ერთი სერვოთ ორივე ძრავს ფრთაში გამავალი ღერძის მეშვეობით ახრიდა, რაც საკმაოდ მსუბუქი იყო, მაგრამ იდეალური არ აღმოჩნდა, რადგან ძრავებს დამოუკიდებლად დახრა არ შეეძლოთ. ამიტომ ჰოვერის დროს მართვა შეზღუდული იყო. რადგან ამ საფრენ აპარატს მხოლოდ 2 ძრავი აქვს, ეს იგივეა, რაც ორფეხა სკამზე ბალანსის დაცვას სცადა. ამიტომ რომ საფრენმა აპარატმა ჰოვერის დროს ფიჩის ღერძი აკონტროლოს, მას ეს ძრავები წინ და უკან უნდა დახაროს. ეს მუშაობს იმით, რომ ბიძგის ხაზსა და მასის ცენტრს შორის წანაცვლებას ქმნის, რის შედეგადაც საფრენი აპარატი ტრიალებს. და რაც უფრო სწრაფად შეძლებს ეს ძრავა დატრიალებას, მით უფრო მგრძნობიარე იქნება პიჩის ღერძი. და შესაბამისად, როგორც კი გიროსკოპით კონტროლდება, საფრენი აპარატი უფრო სტაბილური იქნება. ამიტომ ეს დახრის მექანიზმი შექმნილია, რაც შეიძლება მსუბუქად, სერვო მიმაგრებულია ფრთის შპალზე, რათა შემცირდეს მბრუნავი ნაწილის მასა და იმედია გახდეს მაქსიმალურად გრძნობიარე მექანიკურად. ამიტომ სამგანზომილებიანი პრინტერით დავბეჭდე დახრის მექანიზმის ყველა კომპონენტი და ზოგიერთი ნაწილი, რომელიც ერთიანად ვერ დაიბეჭდა, ერთმანეთს წებოთი მივამაგრე. შემდეგ ძრავა შეიძლება მიმაგდეს თავის ადგილზე, ისევე როგორც სერვო, რომელსაც შემიძლია მივამაგრო დიდი სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი გეარი დახრის კონტროლისთვის. შემდეგ ეს ორი ნახევარი ერთმანეთს ებმის და შეიძლება ფრთის ღერძზე გადაიწიოს, ხოლო სამაგრის სერვოს ნაწილი ჭანჭიკით იჭერს, რომ დატრიალება არ მოხდეს. და აი მზადაა. მსუბუქი და მარტივი ძრავის დახრის მექანიზმი, ხოლო ძრავისა და სერვოს მავთულები შეიძლება მოწესრიგებულად გაიყვანოს ფრთის ღერძში. ეხლა როგორც ალბათ წარმოიდგენთ, ძრავებისა და დახრის მექანიზმების მუშაობის სიჩქარე საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. თვითფრინავის ჰოვერის დროს სტაბილურად შესანარჩუნებლად ეს სიჩქარე საკმაოდ სწრაფი უნდა იყოს. ასევე როგორც დრონს სჭირდება გიროსკოპები და აქსელერომეტრები ძრავების სიჩქარის გამოსათვლელად, ამ თვითფრინავსაც იგივე სჭირდება. ჩვეულებრივ, ეს გიროსკოპები და აქსელერომეტრები მოთავსებულია მოწყობილობაში, რომელსაც ფრენის კონტროლერი ეწოდება. ის იღებს ყველა მონაცემს სენსორებიდან და აერთიანებს მას გადაცემულ საკონტროლო სიგნალთან, რათა დრონს უთხრას, რომ კონკრეტულ მიმართულებაში იმოძრაოს. სამწუხაროდ, ესეთი ტიპის ვერტიკალური აფრენისა და დაშვების თვითფრინავებისთვის ზა ვარიანტები არ არსებობს, ამიტომ მოგვიწევს უფრო ინდივიდუალური გადაწყვეტის მოდევნა. საბედნიეროდ, VTOLS-თვის შესაფერისი ფრენის კონტროლერი შეიმუშავა ნიკოლას რიამმა თავისი მაგისტრის კვლევის ფარგლებში. და მან ატვირთა უამრავი ვიდეო YouTube-ზე ყველა იმ სხვადასხვა პროექტის შესახებ, სადაც ეს ფრენის კონტროლერი გამოიყენა. მისი ფრენის კონტროლერი მუშაობს ასე. ის იყენებს პატარა პროცესორის დაფას, რომელსაც ტინსი ჰქვია, რომელიც გაერთიანებულია გიროსკოპისა და აქსელერომეტრის დაფასთან, რათა განსაზღვროს თვითფრინავის ორიენტაცია. ამ ორი ელექტრონული დაფა საკმარისია ფრენის კონტროლერის ასაშენებლად და ის მუშაობს საკუთარ კოდზე, რომელსაც Dreamflight ჰქვია. ეხლა მე ადრე საკმაოდ ბევრ Arduino-ს კოდს წერდი და საბედნიეროდ მისი ფრენის კონტროლერიც Arduino-ს კოდზე მუშაობს.
ამიტომ ჩემთვის მისი გამოყენება ძალიან ინტუიციური იყო და გულწრფელად რომ თქვა, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. რადგან მთელი კოდი კარგად არის დალაგებული და მარტივად წასაკითხია, თითქმის ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თვითფრინავის კონფიგურაციების შესაძლებლობები უსასრულოა. ასე რომ ნამდვილად ავთრევანებული ვარ მისი კოდის გამოყენებით ამ პროექტში და დიდი ალბათობით მომავალშიც ბევრ პროექტში გამოვიყენებ. ფრენის კონტროლერის გაყვანილობის გასამარტივებლად კომპონენტები პროტოტიპის დაფაზე დავამაგრე. ამან გაამარტივა ყველა Type-C-ის გამომავალი სერვოებისა და ძრავებისთვის კონექტორებთან მიერთება და რამდენიმე ტესტური კოდის ხაზით გიროსკოპის სტაბილიზაცია კარგად მუშაობდა. შემდეგი ნაბიჯია ძრავებისთვის ელექტრონული სიჩქარის კონტროლერის დამონტაჟება, რისთვისაც ავირჩიე 4 ერთში სიჩქარის კონტროლერი. ეს კონტროლერები განკუთვნილია დრონებისთვის, რადგან მათ აქვთ 4 ძრავის გამოსასვლელი. ჩემს საფრენ აპარატს მხოლოდ 2 ძრავის გამოსასვლელი აქვს, მაგრამ გასაკვირად, ეს უფრო კომპაქტურია ვიდრე 2 ცალკე ძრავის კონტროლერის გამოყენება. შემდეგ ყველა სიგნალის მავთული შეიძლება ფრენის კონტროლერს დაუკავშირდეს, ასევე მიმღებს და 5 ვოლტიან რეგულატორს, რომელიც სერვოებს მიაწვის ენერგიას. და დრო იყო კოდის დაწერის. ეს არის მთავარი შერევის კოდი, რომელიც სპეციალურად ამ საფრენი აპარატისთვის დავწერე. თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ეს, ძალიან გავს შერევის კოდს, რომელიც ჩემს წინა VTOL-თვის დავწერე, რომლის ბულსაც ქვემოთ აღწერაში დავდე. როდესაც ყველა ძრავისა და სერვოს მიმართულება დავაყენე, პროპელერები დავამაგრე, რათა შემემოწმებინა, რამდენად კარგად ასწორებდა გარემო ძრავებს. ეს არ გიჩვევთ სადოთ, რადგან ზუსტად უსაფრთხო არ არის, მაგრამ პერსპექტიულად გამოიხურება. დროა პირველი სატესტო ჰოვერი ჩავატარო. პირველი ცდა. ის რეალურად დაფრინავს პირველივე ცდაზე და მალე წვიმა დაიწყება, ასე რომ სჯობს შიგნით შევიდე. სანამ ველოდებოდი რომ წვიმა შეწყვეტილიყო, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ფრენის კონტროლერის კოდი და შევამჩნიე რომ ფრენის არასწორი რეჟიმი მქონდა დაყენებული. ამიტომ შევცვალე ფრენის რეჟიმი. საბედნიეროდ შემდეგი ტესტისთვის მზე გამოვიდა. და ამჯერად ის ბევრად უფრო სტაბილური იყო და ფრენა იმდენად ბუნებრივად იგრძნობოდა, რომ ბოლოს პირუეტების კეთებაც დავიწყე. და რვიანის ფორმის მანევრებიც გავაკეთე. და შემდეგ დავსვი, სანამ ჩამოვაგდებდი. ეხლა ყველაფერი რაც გვჭირდება არის ფრთისა და კუდის დამატება ამ მოწყობილობაზე. და ვნახოთ როგორ იფრენს როგორც თვითფრინავი. როგორც წარმოიდგენთ, ფრთა VTOL ტიპის საფრენ აპარატზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განსხვავებით ჩვეულებრივი თვითფრინავისგან, რომელიც ასაფრენ ბილიქს იყენებს აფრენისა და დაშვებისას, VTOL აპარატზე ეს ყველაფერი ჰაერში ყოფნისას უწევს. ეს ნიშნავს, რომ მას ნულოვანი საჰაერო სიჩქარიდან უნდა დააჩქაროს საკრუიზო სიჩქარემდე, რაც შეიძლება გლუად, და ასევე შეანელოს საკრუიზო სიჩქარიდან ჰოვერზე გადასვლამდე, რაც შეიძლება გლუად. საბედნიეროდ არსებობს ვებგვერდი სახელად airfoiltools.com, სადაც ჩამოთვლილია უამრავი სხვადასხვა აეროფილი, ასევე მათი აწევის და წინააღმდეგობის მონაცემები. რაც მეხმარება გადავწყვიტო, რომელი მჭირდება. ბევრი აეროფილის შედარების შემდეგ გადავწყვიტე გამოვიყენო NACA 4.1.2, რადგან მისი აწევის კოეფიციენტის და შეტევის კუის გრაფიკი ძალიან ხაზოვანია. -5-დან +9 გრადუსის შეტევის კუთხემდე. და რადგან ფრთას 3 გრადუსზე დადებით კუთხით დავამაგრებ, თვითფრინავს ექნება შესაძლებლობა 6 გრადუსით აწიოს ან ჩამოსწიოს ცხვირი ორივე მიმართულებით, ისე რომ არ წარმოქმნას უარყოფითი აწევა ან არ გადავიდეს სტოლში. მაგალითად, აქ არის ნაკლებად სასურველი ფრთა, სადაც აწევის კოეფიციენტი სწრაფად მცივდება 0 გრადუსზე ნაკლები შეტევის კუთხის დროს. ეხლა როცა აეროპროფილის ფორმა შერჩეულია, რა არის ფრთის აშენების საუკეთესო გზა? წარსულში მე სამგანზომილებიანი პრინტერით ვბეჭდავდი ფრთის ნეკნებს და მათ გარშემო ქაფის დაფას ვახვევდი, რომ უხეში აეროპროფილის ფორმა შემექმნა. მაგრამ ეს ჩვეულებრივ ზუსტად არ გამოდის, რადგან ქაფის დაფა იწყებს დეფორმირებას სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ნეკნების გარშემო. ამიტომ ამის ნაცვლად მე მთლიან ფრთას სამგანზომილებიანი პრინტერით დავბეჭდავ მასალისგან, რომელსაც მსუბუქ PLA-ს უწოდებენ. ეს მასალა ქავდება, როდესაც სამგანზომილებიანი პრინტერით იბეჭდება და ჩვეულებრივ სამგანზომილებიან ანაბეჭდთან შედარებით მხოლოდ 40% იწონის. ამ მასალასთან ერთად ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ქაფის გამო გაფართოება პრინტერს ძალიან ურთულებს ხარისხიანი ბეჭდვის შექმნას. მოდით მაგალითს გაჩვენებთ. აი აქ არის აეროფოილის ბეჭდვა შიდა სტრუქტურის გარეშე. და როგორც ხედავთ, პრინტერი უბრალოდ მიყვება აეროფოილის პროფილის უწყვეტ კონტურს.
თუმცა ვთქვათ, რომ გვინდა შიგნით დამატებითი ნეკნი დავამატოთ სიმტკიცის გასაზრდელად, პრინტერს უწევს გაჩერება და ნოზელის აწევა, რათა შიდა ნეკნამდე გადავიდეს. ამის შედეგად ნოზელში რჩება ზედმეტი მასალა, რომელსაც ქაფის წარმოქმნის პროცესი გამოაქვს და ამას ჩვეულებრივ ასწორებენ ისე, რომ პლასტიკს უკან გამოჰყავთ პრინტერიდან, რათა ექსტრუზია შეჩერდეს. მაგრამ ეს მსუბუქ PLA-სთან არ მუშაობს. ამის თავიდან ასაცილებლად ფრთა ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ პრინტერს შეეძლოს მთელი ბეჭდვის პროცესში უწყვეტი ხაზის გავლება. ეს ნიშნავს, რომ ფრთაში შიდა ნეკნის დასამატებლად რეალურად ასეთი ჭრილი უნდა გავაკეთოთ. ეს ნეკნს აქცევს გარე პროფილის ნაწილად და აღარ არის საჭირო პრინტერმა აწიოს ნოძელი, რაც არა მარტო აშორებს უკან გაწევის პროცესის შედეგად დარჩენილ ზედმეტ მასალას, არამედ ამცირებს ბეჭდვის დროსაც. ეხლა, რა თქმა უნდა, ერთი ნეკნი საკმაისად ძლიერი არ არის მთელი ფრთის დასაჭერად. ამიტომ საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე დიზაინის კონფიგურაციაზე, რომ ეს მიმეხო. სადაც შიდა ნეკნები ქმნის ბადისებურ ნიმუშს და თითოეულ ნეკნს ცენტრში აქვს ხრელი წონის შესამცირებლად. და მთელი ეს ფრთა შეიძლება დაიბეჭდოს როგორც ერთი უწყვეტი ხაზი პრინტერის მიერ, რის შედეგადაც მიიღება სწრაფად დაბეჭდილი მსუბუქი ფრთა. როგორც კი ფრთის ყველა სექცია დაიბეჭდა, დავიწყე მათი ერთმანეთზე წებება, ფრთის ლოჟერონის გამოყენებით სწორად გასწორებისთვის. თითოეული ფრთის ნახევარი 64 სმ სიგრძისაა და თითოეული დაახლოებით 90 გრამი იწონის. რაც არც ისე ცუდია თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ძალიან ზუსტი აეროპროფილია. ან ყოველ შემთხვევაში ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა მასალებისგან შევძლებდი დამზადებას. შემდეგ ეს ფრთები შეიძლება გადაიცუროს ფრთის ლონჟერონებზე და ჩაეკეტოს ფიუზელაჟში, ასე რომ მიიღება ძალიან მოდულური კონსტრუქცია. ასე რომ თუ ფრთები დაზიანდება და მათი შეცვლა გახდება საჭირო, შემიძლია 1-2 დღის განმავლობაში სრულიად ახალი ფრთა დაუბეჭდა და უბრალოდ გამოვცვალა. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ამ ფრთას არ აქვს მართვის ზედაპირები ან ფლაპები. და ეს იმიტომ, რომ ვიმედოვნებთ თვითფრინავს რამდენიმე განსხვავებული შერევის მეთოდით ვაკონტროლებთ. მოდით განვიხილოთ, როგორ აკონტროლებს ეს თვითფრინავი თავს, როგორც ჰოვერის, ასევე წინსვლის რეჟიმში. დავითხოთ ფიჩის ღერძით. როგორც ადრე აღვნიშნე, ჰოვერის დროს ფიჩის კონტროლი ხდება ძრავების წინ და უკან გადახრით და ეს კარგად მუშაობდა საწყისი სატესტო ფრენების დროს. მაგრამ შენ ასევე შეამჩნევ, რომ უკანა სიმაღლის საჭეც მოძრაობს. ეს არ დაეხმარება თვითფრინავის ფიჩის კონტროლს ნულოვანი ქარის პირობებში ჰოვერის დროს, მაგრამ თუ სუსტი შემხვედრი ქარია, ან თვითფრინავი ნელა მოძრაობს წინ, ეს დაეხმარება ძრავების გადახრის მექანიზმს. როლის კონტროლისთვის ძრავები მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ დრონზე. ერთი აჩქარდება, მეორე კი ნელდება, რაც ძალიან სწრაფ რეაქციას იძლევა დრონის ძრავის კონტროლერების ტექნოლოგიის წყალობით. კურსის კონტროლისთვის ძრავის გადახრები კვლავ გამოიყენება, მაგრამ ამჯერად საპირისპირო მიმართულებებით, რის შედეგადაც ერთი ფრთის წვერზე წარმოიქმნება წინ მიმართული ძალა, ხოლო მეორეზე უკან მიმართული ძალა. და როგორც წარმოიდგენთ, ამ ყველა მოძრაობის ერთდროულად გაერთიანება სწორედ ის მიზეზია, რის გამოც ფრენის კონტროლერი აუცილებელია. გადართვისას კონტროლი და მოძრაობები თანდათან გადადის წინსვლის ფრენის რეჟიმში, სადაც ერთადერთი რამ რაც არ იცვლება, არის უკანა სიმაღლის საჭის მოძრაობა. ამიტომ თვითფრინავის დახრისთვის ძრავები ახლა დაფიქსირებულია ისე, რომ მხოლოდ ბიძგი შექმნა, მაგრამ უკანა სიმაღლის საჭე კვლავ მუშაობს ისე, როგორც ჩვეულებრივ თვითფრინავზე. მაგრამ განსხვავებით ჩვეულებრივი თვითფრინავისგან, გადახრის კონტროლი რეალურად ძრავის დახრით ხდება და არა ფრთებზე არსებული აილერონებით. ეს თვითფრინავის გადახრის მართვის უჩვეულო მეთოდია, მაგრამ თეორიულად უნდა იმუშაოს და შეიძლება გარკვეული უპირატესობებიც ჰქონდეს, რადგან გადახრის კონტროლი არ არის დამოკიდებული შემომავალი ჰაერის ნაკადზე, როგორც იქნებოდა აილერონების შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ თვითფრინავს შესაძლოა სულად შეეძლოს გადახრის კონტროლის სტოლის დროსაც კი. შემდეგ გეზის კონტროლისთვის წინსვით ფრენაში თვითფრინავი გამოიტანებს დიფერენცირებულ ბიძგს, რათა ერთი ფრთის წვერი წინ წაიწიოს, ხოლო მეორე უკან, რადგან მართვის მოძრავი ზედაპირი არ აქვს რუდერს. ეს ნიშნავს თეორიულად, შეგვიძლია თვითფრინავის ყველა ღერძის კონტროლი როგორც ჰოვერის, ასევე წინსვლით ფრენის დროს. მხოლოდ 5 მოძრავი ნაწილით, მათ შორის ძრავებით, თვითფრინავი მექანიკურად მარტივი და მსუბუქი რჩება. შემდეგ კუდის ძირითადი ნაწილი ავაწყე ქაფის დაფისგან, რადგან ამ თვითფრინავს არ სჭირდება კონკრეტული აეროპროფილი იმ სიჩქარეებისთვის, რომლითაც ის იმუშავებს. და ლიფტის სერვო დავამონტაჟე მართვის საჭეში, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიწიოს კუდის ბუმზე. და მზად ვართ კიდევ ერთი ტესტისთვის. იმ დღეს ძალიან ქარიანი იყო, მაგრამ სწრაფად შევამჩნიე, რომ ერთი დახრის მექანიზმი ბევრად უფრო ირხეოდა ვიდრე მეორე, რაც შემაშფოთებელი იყო, რადგან ელექტრონიკა ორივე სერვოს ერთნაირი სიჩქარით უნდა ამოძრავებდეს. თუმცა ძალიან მინდოდა მისი გამოცდა ფრენაში, ამიტომ მაინც გავიტანე მინდორში. მიუხედავად იმისა, რომ ქარში ის აქეთ-იქით ირხეოდა, მაინც შევძელი მისი კონტროლი, როცა ჰოვერის რეჟიმში ვფრინავდი. შემდეგ ვცადე გადავსულიყავი წინ ფრენაზე და სწრაფად მივხვდი, რომ თითქმის ნულოვანი მქონდა როლის კონტროლი. ამიტომ სწრაფად დავბრუნდი ჰოვერის რეჟიმში და უსაფრთხოდ დავსვი. როცა სახლში დავბრუნდი, მივხვდი, რომ ერთ-ერთი თილტის სერვო ისე სწრაფად არ მოძრაობდა, როგორც მეორე და საკმაოდ თვებოდა. ამის მიზეზი ჩემი შეცდომა იყო, რადგან როცა ტილტის ღერძი ავაწყე, ვერ მივხვდი, რამდენად დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა. ამის გამო სერვოზე ზედმეტი დატვირთვა მოდიოდა.
იმისთვის რომ ეს აღარ განმეორდეს, სერვოები ბევრად უფრო დიდი და სწრაფი სერვოებით შეცვალე და მექანიზმში ნებისმიერი წინააღმდეგობა მოხსენ. ეხლა კი, მოტორის წონაც კი საკმარისია, რომ ღერძი ქვემოთ ჩამოიწიოს. ასევე, ამ ახალი სერვოების უფრო მაღალი მაბრუნებელი მომენტის გამო, შემიძლია სხვა გადაცემათა თანაფარდობა გამოვიყენო, რაც საშუალებას მაძლევს მოტორები უფრო მეტად გადავხარო და შესაბამისად იმედი მაქვს, წინსვლის დროს მეტი როლის კონტროლი მექნება. კიდევ ერთი სწრაფი საცდელი ჰოვერი ბავში წარმატებული აღმოჩნდა და ორივე სერვო ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდა. თუმცა თვითფრინავმა საკმაოდ ცუდი ვიბრაციის ხმა გამოსცა, რაც გამოწვეული იყო გადახრის ღერდში ზედმეტი თავისუფალი მოძრაობით. თუმცა ეს მარტივად შეიძლება გამოსწორდეს ფრთის ლონჟერონზე პატარა სამაგრით, რომელიც შეაჩერებს მის მოძრაობას. ვერც კი ვიფიქრებდი. კიდევ უფრო დიდი პრობლემები უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მათ მოგვიანებით მივხედავთ. მოდი, ნამდვილი საცდელი ფრენა ჩავატაროთ. ტრანზიციის გადამთველის ჩართვა ჩემს კონტროლერზე თითქმის შეუმჩნეველი იყო. როცა თვითფრინავი ჩემგან დაშორდა და ახალი სერვოებით კრენის მართვა ძალიან კარგად მუშაობდა. მართლა ჩვეულებრივი 4-ხარხიანი რადიომართვადი თვითფრინავივით დაფრინავდა. მაგრამ ერთი რამ, რაც არ მქონდა გათვალისწინებული, არის ის, რომ ამ თვითფრინავის დაბალი წინააღმდეგობა ძალიან ართულებს ჰოვერზე გადასასვლელად შენელებას. საბედნიეროდ ჰოვერის რეჟიმში შემიძლია უბრალოდ უკან მოვმართო ჩემსკენ, როგორც ვერტმფრენი ფრენი. შემდეგი გამავალი ტრანზიცია ცოტა არასტაბილური იყო, რადგან ტრანზიციის სიჩქარე ისე მაქვს დაყენებული, რომ ძრავები დაახლოებით 3 წამში ტრიალდება. რაც ძალიან სწრაფია და ცხვირის ქვემოთ წევს. ასევე უნდა ვივარჯიშო შემომავალ ტრანზიციებში, რადგან ცხვირის მაღლა აწევით სიჩქარის შემცირება იწვევს ამ წევით ძალის სწრაფ დაკარგვას, როცა ფრთა სტოლდება. მას რა ხდება ფრთებზე ამ ტალღებთან დაკავშირებით? მსუბუქი PLA, რომლისგანაც ფრთები დაბეჭდილია, დნობის პროცესს იწყებს დაახლოებით 200 გრადუს ცელსიუსზე და სამგანზომილებიანი ბეჭდვა ხდება დაახლოებით 245 გრადუს ცელსიუსზე. თუმცა PLA შეიძლება დაიწყოს დეფორმაცია უკვე მხოლოდ 50 გრადუსზე. არ მეგონა ასე სწრაფად დეფორმირდებოდა, განსაკუთრებით აქ, დიდ ბრიტანეთში. მაგრამ ალბათ ხელს არ უწყობს ისიც, რომ მუქი მქრქარია ფერია. ამ პრობლემის ყველაზე მარტივი გადაწყვეტაა ფრთის თეთრი მასალით დაბეჭდვა. მაგრამ ვთქვათ, მანქანაში დავტოვეთ ცხელ დღეს. ეს შეიძლება ფრთის დნობასაც გამოიწვევს, მაშინაც კი როცა პირდაპირ მზისხივი არ ეცემა. ამიტომ ფრთის გადაკეთება მჭირდება. ამ ახალ ფრთას შიგნით ორჯერ მეტი ნეკნი აქვს, რაც ნიშნავს, რომ გარე საფარი უკეთესად არის გამაგრებული. მაგრამ ასევე თავიდან გადავაკეთე ნეკნებში არსებული ხვრელები, რათა ისინი უკეთესად ერგებოდეს აეროფილის კონტურს და არა უბრალოდ მრგვალი ხვრელები იყოს. ამის შედეგად წონა ოდნავ 5.9%-ით გაიზარდა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს შეამცირებს ნებისმიერ დეფორმაციას. ასევე დავბეჭდე კიდევ ერთი დიზაინი, რომელსაც ფრთის გასწვრივ დამატებითი ნეკნები ჰქონდა, მაგრამ ეს პირველი დიზაინისგან 20%-ით მძიმე გამოვიდა. ასე რომ, უნდა ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ისინი მზეს. გარემოს ტემპერატურა 34 გრადუსია ცელსიუსით. სამივე ფრთის დიზაინი დავაკენე, ასევე მეორე დიზაინის თეთრი ვერსია და მოხსენით ჭდილის საფარი, რომ ფრთები მზეზე გამომეჩინა. და ძალიან სწრაფად მუქი ფრთები მიაღწია იმ ზღვარს, სადაც PLA იწყებს დეფორმაციას, მაშინ როცა თეთრი ფრთა 40 გრადუსს არასდროს გადააჭარბა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მზეზე აშკარა იყო, რომ პირველი დიზაინი ძალიან დეფორმირებული იყო, მაგრამ ორი ახალი დიზაინი მყარად იდგა. ამიტომ გადავწყვიტე მეორე დიზაინი ამებეჭდა თეთრი მასალით, რადგან ის მხოლოდ ოდნავ უფრო მძიმეა ვიდრე პირველი დიზაინი. მაგრამ უნდა გაუძლოს იმ იშვიათ ცხელ დღეებს, რაც აქ დიდ ბრიტანეთში გვაქვს. ასევე მოხსენი უკან ელევატორის სერვოკუდიდან და გადავიტანე იგი ფიუზელაჟის შიგნით, რათა მასის ცენტრი წინ გადამეწია. ამან თვითფრინავის საბოლოო წონა 1/6 კილოგრამამდე გაზარდა, რაც პრობლემა არ არის ამ ძრავებისთვის, რომლებიც თითოეულს თითქმის 2/5 კილოგრამამდე ბიძგის ძალის გამომუშავება შეუძლია. და ეს იგივე ძრავებია, რომლებიც ჩემს ბოლო ვიდეოში ელექტროველოსიპედისთვის გამოვიხსენე. ასევე 1/3 მეტრის ფრთების შლილით მისი ფრთის დათვირთვა დაახლოებით იგივეა, როგორც ამ რადიომართვად carbon caps. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს VTOL ბევრად უფრო მაგარია. ახალი ფრთის დატანების შემდეგ თვითფრინავმა ვერც კი შეამჩნია მცირე წონის მატება და წინსვლით ფრენაზე გადასვლა ძალიან გლუვი იყო მაღალი ამწეობისა და დაბალი ჩაშვების სიჩქარის გამო. მე ყოველთვის მიჭირს შევაჯამო იმ თვითფრინავის შესაძლებლობები, რომელიც პირადად მე დავაპროექტე და ავაშენე. რადგან რა თქმა უნდა, მე ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი, რომ ის შესანიშნავად დაფრინავს. ამ თვითფრინავს აქვს თავისი ნაკლოვანებები, მაგალითად ფლაპების არარსებობა ართულებს შენელებას, როდესაც უკან ჰოვერზე გადადიხარ. და წინა მხარეს გამოჩენილი აკუმულატორი ალბათ არ არის საუკეთესო იდეა ავარიის შემთხვევაში. ასე რომ მომავალში შეიძლება აუუშენო აეროდინამიკური გარსი მის გარშემო. ასევე შეიძლება ცუდ იდეად მოგეჩვენოთ, რომ მხოლოდ ერთი მოძრავი მართვის ზედაპირია ელევატორზე, რადგან თუ ძრავი გაფუჭდება, თვითფრინავი ვერ მოუხვევს.
მაგრამ სიმართლე რო თქვა, თუ დრავი ჰოვერის დროს გაფუჭდება, ის მაინც ჩამოვარდება და დრონებიც თლიანად თავიანთ ძრავებზე არიან დამოკიდებული. ასე რომ ჩემს სხვა ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითფრინავებთან შედარებით, ეს ნამდვილად საუკეთესოა ამ ეტაპზე. წინა ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითფრინავს ჰოვერის დროს იავის კონტროლი არ ჰქონდა და პატარა ფრთის ფართობი წინსვლით ფრენაში თართულებდა მართვას. მანამდე არსებული ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითფრინავი ძალიან მძიმე იყო ალუმინის ფრთის შიდა კონსტრუქციის, მძიმე დახრის მექანიზმებისა და საშინელი ქაფის ფრთის პროფილის გამო. უნდა ვაღიარო, რომ მანამდე არსებული ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითფრინავის მართვა ყველაზე მეტად მომწონდა. მას ნამდვილი ფრთის პროფილი ჰქონდა, რადგან ფრთა ნაკრებიდან ვიყიდე. გამსგავსება ოსპრეისთან საკმაოდ მაგარი იყო. და ბოლოს ჩემი პირველი ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითფრინავის ვერსია, რომელზეც დეტალურად არ შევჩერდები, როგორც ხედავთ, ეს ფაქტობრივად მფრინავი ავტობუსი იყო. ამ ახალი ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითფრინავის ასაშენებლად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების გამოყენება ნამდვილად ღირდა. სუბუქი ძრავიდან, დახრის მექანიზმებიდან და ზუსტი სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი ფრთიდან დაწყებული დრონების ძრავების უახლესი ტექნოლოგიით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ ამაზე ისე დაბრუნდები მომავალში, როცა დრონების ტექნოლოგია და 3D პრინტერების შესაძლებლობები გაუმჯობესდება. მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩემი YouTube არხის ყველაზე ხანგრძლივი სერია, რომლის პირველი VTOL ვიდეო 2013 წელს აიტვირთა. მას შემდეგ არხი მართლაც გაიზარდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს პროექტებს ადევნებ თვალს. და გასულ კვირას ამ არხის გაუნწერთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. რაც გულწრფელად რომ თქვა, დაუჯერებელია და ვერასდროს გადაგიხდით მადლობა სათანადოდ. იმედი მაქვს ეს პროექტი და ვიდეო თქვენთვის საინტერესო იყო და შეიძლება რაღაცაც ისწავლეთ. დიზაინის უმეტესი ნაწილი დეკემბერში და იანვარში გავაკეთე, როცა ალბათ 3 ან 4 კვირა მხოლოდ ფრთის დიზაინზე დავხარჯე. მაგრამ ვიფიქრე, რომ იდეალური დრო იქნებოდა პროექტის დასრულებისა და ვიდეოს ატვირთვისთვის მილიონი გაუნწერის აღსანიშნავად. ასე რომ დიდი მადლობა გამოწერისთვის, დიდი მადლობა ყურებისთვის. და შემდეგ ვიდეოზე გადავდივართ. ნახვამდის.